და ხოკინაღამ გადავარდი. კაი, ჩაინიკას ამბავი სროლაზე იყო და მე სროლაზე გავაგზავნე. დავრჩების გურიაში ერთი კაი კოლორიტი ბიჭი იყო. ბევრი წელი აღარ მინახავს. აი, როგორ დაგიხასიათოთ თვითონ თავისი მეგობრები მასი ამბობენ, რომ ახლა ვერ გამოირჩეოდა დიდი სწავლის ნიჭით და რაღაცა და მისივე მეგობრები ამბობენ, ამას ჯარმა მოუსწრო, თუ არა ახლა სკოლაში იქნება. ერთი რაც იცოდა თოფი ახლა მეტნაკლებად ვაი მონადირე იყო და აიღო ერთ დღესაც გადაიკიდა თოფი ცდი ბეცო რა იქნება რამე და წავიდა და გაიარა ახლა სადაც ბიჭები ბირჟაობენ და იმათ რა აქვს ახლა მეტი საქმე უსაკონ ლუკმა ჩაუვარდათ ეს თოფი ტვინის სულ დასცინენ სულ ეხმდებიან ეკაიფებიან და გამევიდა აი ახლა ერთი შენ მოკლული გვანახა რამეო და მეტი არ გიდა არაფერია და არც მიაქცია მაგრამ ყურადღება წავიდა 9 საათში არაფერს არ ვაბუქ ნამდვილი ამბავია 9 საათში დაბრუნდა დათვით. დათვი მოკლული ჩამოიყვანა ახლა რა ხდება თუ შევიდა თუ არა ტყეში ვიღაცას ესე იგი ძველი ხუნდი დაუდია და იმ ხუნდში უკვე გამული იყო დათვი. საწყალი 3 დღის თუ რაღაც რამდენსაც ნაბრძოლები იყო უკვე დანებებული იქვე დაახლა. ჩავ 9 საათში დათვი და გამზადებული და ყველაფერი ფაქტია რომ დათვი დაბრუნდა. იქ ყველა გაგიჟდა ხა რომ ეს დაც მოათრებს კაცო მართლა ფაქტია და ვერც იჯერებენ ახლა როგორია არ უნდათ ახლა ამის გამარჯვება მაინც და არაო შენო გაგიმართლაო რაღაცაშია და მეორეთ უნდა დაამტკიცო რომ ნამდვილად აგარ მონადირე ხარ და იბატონო და წავიდა მეორეთ გადაეკიდა ისევ თოფი წავიდა და ისინიც ახლა ელოდებიან შედეგს და წავიდა თუ შევიდა თუ არა ტყეში ისმის ადამიანის ღრიალი რაღაც 1 საათში. ეხლა რა ხდება ამან დააგო ხუნდი ახალი და იმ ხუნდში გაება ჭყალებში ვიტყვი ჟარგონზე პრისტუპნიკი რომელიც პოლიციას ემალებოდა. ტყეში იმალებოდა. დამნაშავე და რო ჩამოვიდა და ამან დაბრუნდა ბიჭებმა დაცვა დაუწყეს ნადირობას თავი დაანებე და აუ რა დღეში გაუტარებია. ოზურგეთში გაიგონა პოლიციამ იმის ღრიალი ეგრევე სპეცნაზი ამოვიდა და დააკალი. მაგარი ისტორია.